ჩვენთან არის ღმერთი. დღევანდელ დღეს წმინდა ეკლესიამ ჩვენ გასააზრებლად შემოგთავაზა მორიგი იგავი მათეს სახარებიდან, რომელსაც ეწოდება ესეთი უცნაური სახელწოდება იგავი ბოროტ მევენახეთა ან მევენახეების შესახებ. ანუ კეთილი მევენახეების შესახებ კი არა, ან სახიერი, ან კიდე სხვა ესეთი კეთილი და სახიერი ერთი და იგივეა მართალია. ან მოსიყვარულე მევენახეების შესახებ. არამედ იგავი ბოროტი ან უკეთური მევენახეების შესახებ. და ბუნებრივია იბადება აქვე შეკითხვა, რომ რამ გააბოროტა ეს ხალხი? რატომ არიან ესენი გაბოროტებულები? რატო არ არიან კეთილები? ხო შეიძლება კეთილები ყოფილიყვნენ, მათ ხო ყველაფერი მიეცათ, მაგრამ ეწოდება ბოროტი მევენახეების შესახებ. რატომ ეწოდებათ და რატომ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე ჩვენ ბოლოს ვიტყვით. მაგრამ გასაგები რომ იყოს თხრობა, ძალიან მოკლედ აღნიშნავ დღევანდელი სახარების იგავს. ვინმე ბატონმა გააშენა ვენახი, საწნახელი ააშენა, ზღუდე შემუავლო, ჩააბარა მევენახეებს და წავიდა. უთხრა რომ თავის დროზე, როდესაც იქნება ნაყოფის ჟამი, გამოგზავნეთ ჩემთან ნაყოფი. შეთანხმდნენ, წავიდა. დადგა ჟამი ვენახისა, ნაყოფისა, გაგზავნა მსახურები თავისი ბატონმა. ზოგს სცემეს, ზოგი მოკლეს, ზოგი შეურაცხყოფით გაისტუმრეს ბატონთან. გაუგებარია რატო? შეთანხმება ხო ასეთი იყო? ხო ზამზარეული მოგცათ? რატო? სხვები გაგზავნა სხვა ჟამს. იგივე მდგომარეობა დამართეს მათაც. და ბოლოს იფიქრა ბატონმა, შეხოლო იყდიმონ ძისაგან ჩემისა. ძველ ქართულში ასეა, თანამედროვე ქართული ასე არის. იქნებ შერცხვეთ ძისა ჩემისა, გავგზავნი და გამოატანენ ნაყოფს. და რო დაინახეს მევენახეებმა, ერთმანეთს უთხრეს, მე მკვიდრე მოდის, მოდით მოვკლათ და სამკვიდრებელი, ანუ ეს ვენახი ჩვენი იქნება. როგორი გაუკუღმართებული აზროვნება. ხა ბატონმა ხო იცოდა, რომ ისევე დამართებდნენ ამ ძეს, როგორც დამართეს იმ მსახურებს. რატო გაგზავნის თავის ძეს? შეკითხვა აქაც იბადება. ეს იმიტომ, რომ აჩვენოს იგავში მაცხოვარმა, რამდენად დამახინჯებულია ადამიანთა გონება. ეხლა ეს იგავი კონკრეტულად ადრესატი ყავს ამას. ეს მიმართულია მაცხოვრისეული თხრობა უშუალოდ ებრაელთადმი, უпростоრად ებრაელთა წინამძღვრებისადმი, რომლებმაც გააკრეს ჯვარზე მაცხოვარი. ბატონი მამა ღმერთი ამ შემთხვევაში, მევენახეები ძველი აღთქმის მღვდელმთავრები, ვენახი არის ისრაელის ხალხი, რომელსაც ნაყოფი უნდა გამოეღო. ანუ მოემზადებინათ უნდა ამ მღვდელმთავრებს მაცხოვრის მისაღებად, ეს მევენახეებმა უნდა მოამზადონ ვენახი. ისრაელის ხალხი ღირსეულად. მაგრამ მამაც ჩათვალეს, რომ ეს მათეულია. ეხლა გასაგებია ებრაელთადმი ეს გასაგებია ნათქვამი, მაგრამ
ქრისტიანობა ამას არ ამბობს მხოლოდ რომ მხოლოდ ებრაელები არიან დამნაშავეები ქრისტეს გაყრაში. ამ მიგავში ნათქვამია ზოგადად ადამიანთა აზროვნებაზე. ხა ჩვენ გონია ხოლმე რომ იმათ გააკრეს ჯვარზე, ისინი ცოდვილები არიან, უკეთურები არიან ისინი. მე რა შუაში ვარ, მე ქართველი კაცი ვარ აქ. და დოგმატი რო არ არის ესეთი ეკლესიისა? ეკლესიის დოგმატი არის ასეთი, რომ მაცხოვარი ძე ღმერთი მეორე ჰიპოსტასი სამებისა იმიტომ მოვიდა წუთისოფელში, იმიტომ განკაცდა, რომ ადამიანები გამოეხსნა ცოდვისაგან. მხოლოდ ებრაელები კი არა, კაცობრიობა უნდა გამოეხსნა წუთისოფლისაგან, ცოდვისაგან უბრალოდ. მაგრამ კი ბატონო, იმათ ხელით განხორციელდა ეს ჯვარცმა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ დამნაშავეები არა ვარ და იმათი აზროვნებით არ ვცხოვრობთ. ეს მევენახეები კი პირველ რიგში ისინი არიან, ის მღვდელმთავრები, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ. მაგრამ თითოეული ჩვენგანია, რომლებიც, ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაგვჩეს სამკვიდრებელი ღვთისა. ჩვენ ვაცმავთ ჯვარს მაცხოვარს. აი რომ ეჩვენებინა დაცემულობა კაცობრიობისა, თქვა მაცხოვარმა, რომ ძე უნდა გაგზავნოს ბატონმა და არ შეიწყალეს ეს ძე. სხვა წინასწარმეტყველებს დადამართეს, ანუ ეს მსახურები ხო ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები არიან. იერემია მაგალითად არის იერემიას წიგნი ძველ აღთქმაში. ქვებით ჩაქოლეს. ზაქარია წინასწარმეტყველი სიწმინდესთან დაკლეს. ესაია წინასწარმეტყველი ხის ხერხით გადახერხეს. იოანე ნათლისმცემელი უკვე ახალ აღთქმაში თავი მოკვეთეს. მაგრამ ჩვენ ვიტყვით, ჰეროდემ დამართა იოანე ნათლისმცემელს. ჩვენ რა შუაში ვართ? კაცობრიობის დაცემულობის მდგომარეობაა ნაჩვენები. ჩვენ ხო წმინდა ხალხი არ გვიყვარს. არც ებრაელებს თავის დროზე და არ ჩვენ. ეს კაცობრიობის სენია. მარტო იმათი არ არის, რომ არ შეიწყალეს ერთადერთი ძეც. აი ამ დაცემულობის ჩვენება უნდოდა, როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ ძეც არ შეიწყალეს მათ. ეხლა დაუბრუნდეთ იმ საკითხს, საიდანაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. და რამ გააბოროტათ ესენი? აი ამაზეა პასუხი გასაცემი. ერთადერთი დასკვნა შეიძლება ამ იგავიდან კაცმა გამოიტანოს იმისა, რომ წარმოიდგინეთ, ბატონმა ამ მევენახეებს ყველაფერი მისცა. ამათ არ დაუმსახურებიათ არაფერი. ბატონმა გააშენა ვენახიც, საწნახელიც, გალავანის თვითონ გააკეთა, ყველაფერი თვითონ. და მხოლოდ ჩააბარა ეს მზა მევენახეებს. და ესენი გაბოროტებულები აღმოჩნდნენ. და დავსვით კითხვა თავიდანვე, რამ გააბოროტა ეს ხალხი? ერთადერთი დასკვნა არის აქ უმადურობის პრობლემა. უმადური კაცი არც ღვთისთვის არის მოსაწონი და არც კაცისათვის. ეს არის ყველაზე დაცემული მდგომარეობა ადამიანისა. უმადურობა ეს არის დედა ამპარტავანებისა. და უმადური კაცი შეიძლება, ყოველთვის არა, მაგრამ შეიძლება გახდეს შემდგომში კაცის მკვლელიც კი. როგორცა ეს მევენახეები.
მაგრამ აი დღეებში რადგანაც ამ იგავს ვიაზრებდი, რაღაცას ვკითხულობდი, რომ თქვენთვის გადმომეცა ეს ყველაფერი, ჩემთვის დავფიქრდი, რომ აი ბევრი წერია უმადურობასთან დაკავშირებით და უბრალოდ ძალიან მოკლედ ჩემთვის რომ გამერკვია, რა შეიძლება აი ძალიან მოკლედ ლაკონურად თქვათ, თუ რა არის უმადურობა. აი ფორმულირება უმადურობისა სხვაგვარად. და მივედი ამ დასკვნამდე, არ ვიცი თქვენ შეიძლება სხვანაირად შეაფასოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფორმულირება უმადურობისა არის ის, რომ ადამიანი რაც გააჩნია მას, ეს იქნება ფული, ეს იქნება სახლები, მანქანები, ჯანმრთელობა, ინტელექტუალური განვითარება, კარიერაში წარმატება, მნიშვნელობა არ აქვს. რაც არ უნდა კონდეს მას, ესე იგი, ადამიანს, რომელსაც მიეცა რაღაცა, რომ გონია, რომ ეს მისი დამსახურებიდან გამომდინარეობს. აქედან ყალიბდება თურმე უმადურობა. ყველაფერი აქვს კაცს, ღმერთმა მისცეს. მაგრამ ხო უნდა დაგაფიქროს, რომ შენ თუ დაუშვათ ხელი არავინ არ წაკრა, კი ბატონო. ყველამ გაგწირეს და შენ თვითონ გააკეთე ის, რაც გააკეთე. ღმერთმა გიშველოს, კი ბატონო. მაგრამ შენ ხო შენი ტვინი დაგეხმარა. ან ნებელობა გაქვს ძალიან ძლიერი, რომ დიდი დგები და რეჟიმში ხარ და ესეთი ხალხი აღწევს ძალიან დიდ წარმატებებს. რეჟიმის ხალხი აღწევს ძალიან დიდ წარმატებებს საერთოდ. უწესრიგო ხალხი, როცა მინდა გავიღვიძებ, ვერასოდეს ვერაფერს ვერ აღწევს. ურეჟიმოა და მაგიტო. მაგრამ ესეთი ხალხი აღწევს და იტყვის კაცო, როგორ მე დავიმსახურე, აბა ვინ მომცა ეს? კი ბატონო, შენ კი დაიმსახურე, მაგრამ ის ტვინი, რომელიც გიმუშავებს, შენ დაუნებლიეთ. ის ხო შენებური არ არის, შენ ხო არ დაგიმსახურე, ეს ხო ვიღაცამ მოგცა. და როგორ დავიჯერო, რომ შენ არავინ არ დაგეხმარა შენ ცხოვრებაში, მშობლებიდან გამომდინარე ავიღოთ. მაგრამ შენ ამბობ, მე რაც დავიმსახურე, ის დიდი მიღწევები, ეს მხოლოდ ჩემია. ესე განსაზღვრა საკუთარი თავი ლუციფერმა, დაცემულმა ანგელოზმა. ის სინათლე, რომელიც ღმერთისაგან ბოძებული ჰქონდა მას, საკუთარ თავს განუწესა და თქვა, რომ ეს ჩემია, მე დავიმსახურე ეს ბრწყინვალება. მე არავის აღარ მივცემ ამას. ადამიც ამ მდგომარეობაში. ადამს ეგონა ბატონ პატრონი იყო 64-ისა. ბატონ პატრონი განა არ იყო, ღმერთმა მას მისცა, საჩუქრად მისცა. მაგრამ ჩემთან ერთად იყავი, იმიტომ რომ ჩემს გარეშე შენ ვერ გაძლებ. სხვაგვარად რო ვთქვათ. და ამან მოინდომა, რომ ღმერთი ვარ მე ბუნებითო. თქვენ იცით ეს ამბავი. განიკუთვდა უმადურობიდან გამომდინარე. ვერ დააფასა ის, რაც მისცა ღმერთმა საჩუქრად. როგორც მე ვენახეებს. ყველაფერი აჩუქა. მაგრამ კაცი ფიქრობს, დღესაც ესე ვართ. დატო დავიწყე ჩვენ, რომ ჩვენ ხო გონია, რომ ებრაელებმა გააკრეს იმათი დანაშაულია. ჩვენ ყველანი ვართ ამ მდგომარეობაში. ეს ზოგად საკაცობრიო პრობლემაა უმადურობისა. კი ბატონო, ჩვენ ის ვენახი არ მოგვეცა, მაგრამ ჩვენი ვენახები ხო გვაქვს ჩვენ. ვენახი იმ გაგებით კი არა, სადაც სათესია. იმ გაგებით, რომ შენი რაც გაგაჩნია, ხო შენია ეს. შენი ვენახი მოგცა დასამუშავებელი ღმერთმა. და ვიღაცა გეშვერება მთელი ცხოვრების განმავლობაში შენ. ჩემ ცხოვრებაში, მე ჩემ ცხოვრებას რო გადავხედო, მე უამრავი მოძღვარი მყავდა და მყავს. უამრავი, იმდენად ბევრი, რომ ვერ ჩამოთვლი, ვიღაცა შეიძლება გამომრჩეს. ზოგი მიცვალებულია, ზოგს საერთოდ არ ვიცნობდი. მაგრამ წიგნები ვიცი მათი, ავტორები არიან ჩემი ესენი. და ჩემი მოძღვრები არიან. და როგორ შეიძლება თქვას კაცმა,
რომ მე თვითონ მივედი აქამდე, მე დამსახურებულად ვარ ესეთი, როგორიც დაუშვათ ვარ და სხვა. შენ ხო უმადურობის მქონე კაცი ხარ და თუ უმადური ხარ, იქამდე განვითარდება ეს სენი შენში, როგორც მევენახეებს დაემართათ, რომ შეიძლება იმდენად გაბოროტდე, რომ კაციც კი მოკლა. ეს არის ის შედეგი, საიდანაც დავიწყეთ საუბარი. რამ გააბოროტა ესენი? გააბოროტა იმან, რასაც უმადურობა ეწოდება. და უმადურობა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ, არის როდესაც ადამიანი ყველაფერი რაც გააჩნია საკუთარ თავს მიაწერს და არა ღმერთს, მოყვას, მასწავლებელს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი დაცემულობა კაცობრიობისა. აი ამან გააბოროტა ეს მევენახეები. შეიძლება სხვა განმარტებაც იყოს, იმიტომ რომ იგავების განმარტება სხვადასხვაგვარია. მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ და შემდგომში ალბათ შევეხებით კიდე სხვა თემებს. დააგლოცოთ ღმერთმა და გვაშოროს უფალმა ამ უმადურობის სენს. გაიხარეთ.